ქრისტე აღზგა, ჭეშმარიტად აღზგა. გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, ბრეთი და აღმდგარი იესო ქრისტე იყოს თქვენი და სრულიად საქართველოს ფარველი. ეს არის გადაცემა შენ ხარ ვენახე, მე კი ამ გადაცემის წამყვანი დემეტრე ზარქვა გახლავართ. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატზე, რომელსაც ეწოდება ცხონწყობელი წყარო. აღდგომის პირველი კვირის პარასკევს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრის განახლების დღესასწაული აღინიშნება და მას ცხონწყობელი წყარო ეწოდება და ის ლეონ პირველის დროს მეხუთე საუკუნეში დაარსდა. აქ ჯერ კიდევ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელზე ჭადრების ულამაზესი ხეივანი იყო გამშვენებული და საუცხოო წყარო ამოდიოდა. ამ წყაროსთან მრავალგვარი სნეულებით შეპყრობილი ადამიანები იკურნებოდნენ, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს ადგილი გაუდაბურდა. ერთხელ აქ მხედარმა ლეონ მარკელაუსმა გადაწყვიტა ეპოვა წყარო იმ წირისთვის, რომელიც მას გზად შეხვდა. ეს მწირი დაბრმავებული იყო და სწორედ მის განსაკურნებლად ეძებდა აი ამ სასწაულმოქმედ წყაროს. ძებნის დროს ლეონს სასწაულებრივად განსხვავებული ხმა ჩაესმა და ამ ხმამ აპოვნინა ეს წყარო. მითითებისამებრ, როგორც კი წყარო ნახა, წყლის წვეთები თვალზე აცხო მწირს. მაშინვე მოხუცი წირი განიკურნა. ეს ამბავი 450 წლის 4 აპრილს მოხდა. სწორედ იმ დროს დაიწერა ეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, რომელსაც ცხონწყობელი წყარო ეწოდება. ლეონი როგორც კი იმპერატორი გახდა, მან ეს ადგილი კვლავ აღადგინა. ბალაკლია, ანუ ცხონწყობელი წყარო კონსტანტინოპოლიდან დასავლეთით 10 ვერსის დაშორებით მდებარეობს. ბერძნულ ტაძრებს შორის ის ბრწყინვალებითა და სილამაზით გამოირჩევა. მე-15 საუკუნეში ნიკიფორე კალისტისმა ცხონწყობელი წყაროს ეკლესიის განახლების დღესასწაულისთვის საღვთისმსახურო წესი შეადგინა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ცხონწყობელი წყაროს ხატის ერთ-ერთი ასლი საროვის უდაბნოში განდიდდა და მის წინაშე ლოცულობდა წმინდა სერაფინ საროველი. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს შეგვეწინა გვაცხონენ ჩვენ. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იყოს თქვენი და სრულიად საქართველოს ფარველი მრავალს დაესწარით. ჩვენი გადაცემების ხილვა შეგიძლიათ როგორც Facebook-ზე, ისევე YouTube არხზე. მომავალ შეხვედრამდე. ქრისტე აღზრდა.